თქვენ უყურებთ ტელეკომპანია ახალს და ეს არის გადაცემა 20 წუთი ჩატეული სათქმელი პირველი სტუმარი ამ სეზონზე არის გიგი კუბლაშვილი. გიგი, ძალიან დიდი მადლობა. ყოველთვის ვამბობ ხოლმე, რომ გამორჩეული რესპონდენტი ხარ და ყოველთვის მართლა ისე გვიწევს ხოლმე, რომ ძალიან მძიმე თემებზე გვიწევს საუბარი. მოდი დავიწყოთ პირდაპირ. რა პერიოდში ვართ? ჩვენ ნახეთ სტრასბურგში რაც მოხდა, თუმცა ველოდებოდით ასეთ გადაწყვეტილებებს. თქვენეული შეფასება და კიდევ რა შეიძლება მოიფიქროს ჩვენმა ხელისუფლებამ, რომ კიდევ უფრო მეტ იზოლაციაში აღმოჩნდეთ. მოგესალმებით ქეთი, მიხარია რომ თქვენი სტუმარი ვარ და კარგია რომ აგრძელებთ მუშაობას. მიუხედავად აი მართლა ძალიან რთული ვითარების, თქვენ საქმეს აკეთებთ და ცდილობთ მაქსიმალურად რომ ეს უბედურება რაც ჩვენ ქვეყანას ტრიალებს, ეს რაღაცნაირად გადავლახოთ. ჩვენ წინა გადაცემაში რამდენიმე თვის წინ მახსოვს მე საუბრობდით მაშინ იყო რუსული კანონის მომენტი და თუ გახსოვთ მე მაშინ გითხარით რომ ეხა თუ ეს ჩაქრა მე ძალიან ასე ვთქვათ დაგვიჭირდება თქო რაღაცეები, იმიტომ რომ ძალიან ასე ვთქვათ გართულდება ვითარება თქო რა. ძალიან მწუხარ რომ ეს ჩემი პროგნოზი ამ შემთხვევაში რაღაცნაირად ახდა, ხო? ეხლა რაც შეეხება დღევანდელ ვითარებას, დღევანდელი ვითარება არის თითქმის წარმოუდგენელია ჩვენთვის, იმ ადამიანებისთვის, რომლებმაც გამოვიარეთ ეს 30 წლიანი პერიოდი, უფრო მეტი კიდე 33 წლიანი პერიოდი თქვა საქართველოს დამოუკიდებლობიდან დღემდე და არ ყოფილა თქვა ხო ესეთი არჩევანის წინაშე არ ვდგარვართ რა. 2012 წლიდან დავდექით ამ არჩევანის წინაშე. ყველა ის ადამიანი, ვინც მიხვდა თუ ვისთან ჰქონდა საქმე, მიუხედავად იმისა, რომ თქვათ შეიძლება ბევრს მიზეზიც ჰქონდა გაბრაზების და აღიზიანების, ხო, ეს ხელისუფლება ივანიშვილის, ასე ვთქვათ, პირველობით ეს ცხადი იყო უკვე მაშინ ვისთან ჰქონდა საქმე. ჩემთვის ცხადი იყო და ბევრი ჩვენი თანამოქალაქისთვისაც ცხადი იყო, მაგრამ ნუ ესე მოხდა, ესე გადაწყდა. ეხლა რაც შეეხება არსებულ ვითარებას ეხლა ამ წუთში, ხო? ნუ თითქმის წარმოუდგენელი რაღაცა ხდება იმ კუთხით, რომ ივანიშვილმა ის თავის დაპირება, რომ ევროპას გავაოცებ ისეთ დემოკრატიას შეუქმნა, გახსოვთ რომ იზრდა. ხო, აი ზუსტად მაგ სტადიაში ვართ, იმიტომ რომ მართლა გააოცა, თქვა მთელი მსოფლიო 21 საუკუნეში ქართველებზე ცდილობს ექსპერიმენტის ჩატარებას და ცდილობს, ასე ვთქვათ, შექმნას რაღაცა ჩრდილოკორეულ ბელორუსული მოდელი, რომელიც გამორიცხულია რომ ვერ გავა. ბელორუსიის პარლამენტშიც არის ოპოზიცია. ჩრდილოკორეის პარლამენტს არ ყოლია ოპოზიცია და მეგონი ფორმალურად იქაც არის, ჩინეთშიც არის ოპოზიციური პარტია ფორმალურად. თვითონ პარლამენტში. პარლამენტშიც არის მეგონი, ეხლა ვერ დავდებ თავს, მაგრამ მეგონი იქაც არის რაღაცა ეგეთი რაღაცა წარმონაქმნი, ხო? ხო და ეს არის წარმოუდგენელი, იმიტომ რომ სხვა რეგიონში ვართ ჩვენ, სხვა გეოპოლიტიკა, ასე ვთქვათ, ჩვენ გარშემო, ეს შეუძლებელია და თვითონ ქართველები არ არიან ბატონს მიჩვეულები ესე არ არიან, რომ თქვათ ხა ესე იგი ივანიშვილმა მოახერხოს 21 საუკუნეში ამ ხალხის ასე ვთქვათ რაღაცა იმაში შერეკვა, რაღაცა ბანაკში შერეკვა და გარშემო რაღაცა მავთული შემოვლება. თუმცა ამ მნიშვნელობა აქვს, ამას ეცდება. ცდილობს უпростоრად რაც შეეხება ევროპის და ვთქვათ დასავლეთის რეაქციას, ამასაც ვხედავთ ყველანი, ხო? ნელ-ნელა ვთქვათ სანქციები მის მიმართ, ასე ვთქვათ მისი ჯგუფის მიმართ, მაგრამ სამწუხაროდ უნდა გითხრათ, რომ რაღაცა მომენტი იქნება, როდესაც ეს სანქციები გავრცელდება უკვე მთლიანად ქვეყანაზე. ნაწილობრივ უკვე ვრცელდება კიდევაც, იმიტომ რომ შეუძლებელია ვთქვათ ქვეყნის მართვის ვთქვათ სათავეებთან იდგეს ძალა, რომელიც ჩართულია ვთქვათ ამ თამაშებში, ხო? იგულისხმება ვთქვათ თანამედროვე ვთქვათ იგივე ეკონომიკურ ცხოვრებაში, ხო? და იქ რაღაცნაირად ეს ქვეყანას არ შეეხოს. ეს აუცილებლად შეეხება, უკვე ეხება. ჩვენ ხედავთ თქვათ იგივე დოლარის ყანყალსაც, უკაცრავად ლარის ყანყალს და ეს უფრო და უფრო მეტად ასე ვთქვათ დაიძაბება და უფრო მეტიც, ხო? აი ეს სანქციები, რომელიც არის, კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომელიც არის ივანიშვილის და მისი ვთქვათ აი გარემოცვის წინააღმდეგ ნელ-ნელა გავრცელდება ქვეყანაში. თუ ჩვენ ძლია ახლა აი აქ ადაგის ეს კითხვა, სხვა კითხვა მინდა დამესვა, მაგრამ თქვენ ალბათ სანქციებიო. ჩვენ ნახეთ რომ ძალიან ბევრი მაღალჩინოსანი დაასანქცირეს, ხო? თუმცა გამოვიდა პრემიერი და განაცხადა რომ ყველა დასანქცირებულ მაღალჩინოსანს მითხრა ხარებას თუნდაც იგივე შინაგან საქმეთა
მინისტრს კომპენსაცია გადაეხდება ბიუჯეტიდან, ხო? ბიუჯეტს ვავსებთ ჩვენი გადასახადებით. ამას დავუმატოთ ისიც, რომ მთავრობა გვეუბნება, რომ შემოიტანეთ პროექტები და ჩვენ დავაფინანსებთ ამას. და ეხლა მესამე, რაც მოხდა გუშინ, ხო, 6 მილიარდი ჩამოვიდა, ესეც უცხო ფული და კიდევ გვეუბნებიან, რომ ჩვენ შევძლებთ ამ ყველაფრის დაფინანსებას. მაშინ ვინ იჩაგრება და ვინ გამოდის დაზარალებული? ისევ ჩვენ, ხო, მოქალაქეები. ხო, რაც ეხება 6 მილიარდს, მე არ მაქვს ცნობები, რომ ვთქვათ, ამ 6 მილიარდის რაღაცნაირად გადმორიცხვა უკვე მოხდა. მე არ მაქვს ცნობები. შეიძლება უბრალოდ არ ვიცი, მაგრამ ძალიან ეჭვმეპარება, რომ ეს ინვესტიცია გამოვიდეს. თუმცა ვნახოთ, შევხედოთ. ხა რაც ეხება დაზარალებას, ცხადია, რომ პირველის ყოვლისა დავზარალდებით ჩვენ, მოქალაქეები, მაგრამ მათ, ვთქვათ, აი ამ ადამიანებს, ვინც მოყვა ამ სანქციების ქვეშ, დამიჯერეთ, რომ ეს იქნება უმძიმესი, ვთქვათ, პერსპექტივა მათთვის. მე არ მაქვს ლაპარაკი, ვთქვათ, ხვალდაზე, მათ სამართლებრივ დევნაზე, ეს კიდე ცალკე თემაა, მაგრამ რაც შეეხება, ვთქვათ, ის შეზღუდვები, რომელიც მათ დაუწესდათ, მათ და პირველ რიგში ივანიშვილს, ვთქვათ, ხო, ეს, ვთქვათ, ფინანსური რესურსები ჭირდებოდა იმისთვის, რომ ეკეთებინა ის, რაც უნდოდა, ხო? და, ვთქვათ, გარკვეული იგივე ეკონომიკური ოპერაციები ეტარებინა, ვთქვათ, უცხოეთში. უცხოეთში, დასავლეთში ეს უკვე თითქმის გამორიცხულია. ერთადერთი მიმართულება, რომელიც შეიძლება მან რაღაცნაირად, ვთქვათ, ამ კუთხით ამუშავოს, ეს არის, ვთქვათ, ჩინეთი, რომელიც ამ კუთხით ძალიან არასტაბილურია და, ვთქვათ, ისეთ მოგებებზე ვერაფრით ვერ გახვალ, როგორც დასავლეთში და გაცილებით შეზღუდულია მოქმედების არეალი და, ვთქვათ, ახლო აღმოსავლეთი იგულისხმება, ვთქვათ, არაბული სამყარო და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. თუმცა, ხო, მაგრამ ეგეც ძალიან დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ არის, დამიჯერეთ, იმიტომ რომ ამ ქვეყნებსაც ძირითადი, ვთქვათ, ეკონომიკური პარტნიორები ყავთ დასავლეთში. საერთოდ ახლა როდესაც ვლაპარაკობ, ვთქვათ, ეკონომიკურ სანქციებზე, მან მთავარი რა არის? მთავარი არის ის, რომ ორი უდიდესი მოთამაშე, ევროკავშირი და ამერიკის შეერთებული შტატები, ეს არის, ვთქვათ, ძირითადი მამოძრავებელი, ვთქვათ, დღევანდელი ეკონომიკის საქართველოში კი არა, მსოფლიოში, ხო? ესეთი რეალობაა რა. ხა, ჩინეთიც არის, რა თქმა უნდა, მაგრამ ძირითადი, ვთქვათ, რესურსები არის, აი, ტექნოლოგიები, რესურსები არის დასავლეთში. ამიტომ გინდა არ გინდა, ვთქვათ, მასზე დამოკიდებულება, მას ძალიან მძიმედ დაარტყამს იგულისხმება ივანიშვილს და მის გარემო უკვე დაარტყა, მინდა გითხრათ. მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ ხელებს ჩამოშებულები უნდა ვიждდეთ და, ვთქვათ, რაღაცებს ველოდოთ, ხო? მოქმედება არის საჭირო აუცილებლად. ყველა მიმართულებით რაც შეგვიძლია, რაღაცა ახალი სქემები არის მოსაფიქრებელი იმისთვის, რომ აი ეს აქტივობები, რომელიც არის ქუჩაში მართლა ძალიან თავდადებული და დროში ესე გაწელილი, ეხლა ამას ჭირდება უკვე ცოტა სხვანაირი. ეს მაინტერესებს, როგორია თქვენი ხედვა, თქვენ კარგად იცით რა ხდება მსოფლიოში, თქვენი ბექგრაუნდიდან გამომდინარე. აი რა უნდა გაკეთდეს? ასე უნდა გაგრძელდეს ალბათ, იმიტომ რომ მსოფლიოს ყურადღება არ მოდუნდეს საქართველოს მიმართ, მაგრამ რამდენად გვაძლევს ეს ყველაფერი დროში სწრაფად გაწეილ შედეგს. არავის ეგონა, რომ დაუშვათ აქციები 2 თვის განმავლობაში გაგრძელდებოდა. არავის ეგონა, რომ ეს ჩვენი ახალი თაობა გაუძლებდა ამდენ წნევს, ამდენ დაკავებას, ამდენ ცემას, ამდენ გაზს, ამდენ წყალს, მაგრამ ჩვენ ნახეთ, რომ ეს არის სულ სხვა თაობა. თუმცა მე ძალიან ხშირად მიწევს თუნდაც ამ თაობასთან, თუნდაც უბრალო ადამიანებთან საუბარი, როცა აქციას ვაშუქებთ ხოლმე და ყველას დაკვეთა, აი პირდაპირი მოთხოვნა და დაკვეთა თითქოს არის, რომ უნდა შეიქმნას ახალი პარტია, უნდა გამოვიდეს ახალი სახეები, მაგრამ აი თქვენ რას ხედავთ და აი რა ახალი მიმართულებები უნდა მიეცეს პარალელურად ამ აქციებს, რომ სწრაფად გავიდეთ შედეგზე, დაწყნარდეს ქვეყანა და წავიდეს აი იმ რელსებზე, რა რელსებიც არის ჩვენი დაკვეთა. ჩვენ წავიდეთ ევროპისკენ. ხო, ნუ ხა ეს ცოტა ისეთი თემა არის, ამას უფრო მეტი დრო ჭირდება და უფრო გაშლა ჭირდება, მაგრამ ერთ ამას გეტყვით რა, ეს თავდადება მართლა ძალიან მნიშვნელოვანია და დროში გაწელილი, ხო, საერთოდ მართლა ახალი სიტყვა არის, თქვა. ხო, საერთოდ ახალ პერფორმანსებს იგონებენ ეს ბავშვები. პერფორმანსის გარდა, თქვა, აი დროში გაწელილი, თქვა, ესე გაძლევა ხა ქართველებს ვიყვარდა ყოველთვის რაღაცა 100 მეტრიანი რბოლა და ეს არის კილომეტრებზე, ხო? და ამას უძლებენ, მაგრამ
საჭიროა ამას რაღაცნაირად აი თელი ეს ენერგია რომელიც თქვათ არის ხო ეს რაღაცნაირად უფრო მიზანმიმართული უნდა გახდეს და მე ვფიქრობ რომ აუცილებელია რაღაცა ფორმების აი თქვათ შეცვლა იგულისხმება თქვათ არ ვიცი ამას დაერქმევა მე რამდენიმე ერთი დაახლოებით 1-2-3 კვირის წინ ერთ ტელეეთერში თქვი ეს ამბავი რომ აუცილებელია რაღაცა აი თქვათ არ ვიცი საზოგადოებრივი დარბაზი ან რაღაცა იმისთვის რომ თქვათ აი უამრავი აქტიური და ძალიან საინტერესო ჯგუფი გამოჩნდა, ხო? აუ ეს ხალხი ერთად უნდა რაღაცნაირად კოორდინირებულად, უფრო კოორდინირებულად უნდა მოქმედებდეს. მათ შორის კოორდინაცია არის, მინდა გითხრათ, მაგრამ უფრო მეტი კოორდინაცია არის საჭირო და რაც თავარია, უნდა განისაზღვროს უფრო მე ესე მეჩვენება, შეიძლება ვცდები, მაგრამ მეჩვენება რომ უფრო ზუსტად უნდა განისაზღვროს, თქვა სტრატეგია. ეხლა შეიძლება არასასიამოვნო რაღაცა ვთქვა, მაგრამ მე ვფიქრებთ, რომ თქვა ეს დრო განუწყვეტლივ ჩვენზე მუშაობს რა. აბა იგი დღეს ჩვენზე საერთოდ ხო, იმიტომ რომ რა იქნება თქვა 2 თვის მერე, ხა რატო ვიძახი 2 თვე, ხო? 2 თვეს ვიძახი, იმიტომ რომ გარკვეული მოძრაობები არის, თქვა იგივე რუსეთ-უკრაინის, თქვა საომარი მოქმედების შეჩერების კუთხით, ამაზეც ვისაუბრია ჩვენ და დიდი ხნის წინ ვიძახოდით, რომ ესეთი განვითარების შანსიც არსებობდა რა. ხო და აუცილებელია რომ სანამ ეს შეთანხმება მოხდება, რაც შეიძლება მეტი შედეგი მივიღოთ აქედან. ანუ გავიდეთ თქვა აი ძირითად მოთხოვნაზე, რაც არის თქვა პოლიტპატიმრების, ყველა პოლიტპატიმრის გათავისუფლება და არჩევნების დანიშნა, როგორც ამათ ხელში არ არის. ესენი თუ არჩევნებს ივანიშვილმა კიდევ არჩევნები ჩაატაროს, უფრო მეტ ხანს აიღებს, იმიტომ რომ ისეთ ფალსიფიცირებებს გააკეთებს, რომ საერთოდ წარმოუდგენელი იქნება. თქვენ როგორ წარმოგიდგენიათ, ერთ-ერთი მოთხოვნა ამ განუწყვეტელი აქციების არის ახალი არჩევნები. თუ თანხმდებით, რომ ხელისუფლება არის არალეგიტიმური, მაშინ მის მიერ დანიშნული არჩევნები რატომ უნდა იყოს ლეგიტიმური? თუ ჩვენ დაუჯერებთ სალომე ზურაბიშვილს და დაუბრუნდებით არჩევნებამდე მოცემულობაში, იქაც მაინც ასე მივდივართ, ხო, ხელისუფლება არის ქართული ოცნება და CSKO არის კანონდარიშვილი. მაშინ რატომ უნდა შევქმნათ ისევ ერთხელ ის ილუზია, რომელმა ილუზიამაც არ გაამართლა, რატომ უნდა დავიჯეროთ, რომ ეს არჩევნები მაინც ჩატარდება ისე, როგორც ჩვენ გვინდა და ამ არჩევნებსაც არ მოყვება გაუთავებელი ყველილი, რომ არჩევნები გაყავდა. აი თუ რაიმე სხვა მექანიზმი უნდა იყოს, ჯერ საარჩევნო კოდექსი უნდა შეიცვალოს, რაღაც კონსტიტუციაში ცვლილებები შევიდეს, მაგრამ ესეც ხო დროში გაიწელება. ეს არის ეს ყველაფერი იმ ფონს ეგიგი, როდესაც უკვე ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების თარიღი გამოცხადდა. ხო, ოქტომბერი, ხო. ეს არ მივდივართ, რა დავაკეთოთ? ესეთ რა, მე ვთვლი რომ ეს არის ფორმალური საკითხი და რატო გეტყვით. ცხადია რომ ეს ხალხი ვერ ჩაატარებს არჩევნებს. ამიტომ არის ზუსტად საჭირო რომ მოხდეს თქვა რაღაცნაირად აი მთელი ამ ენერგიის რომელიც დღეს თქვა ესე არის ამოფრქვეულ მდგომარეობაში რაღაცნაირად თავმოყრა და თქვა იგივე საზოგადოებრივმა და მე ესე წარმომიდგენია ერთ ინდივიდს მე არა მაქვს პრეტენზია რომ ვინმე წარმოვადგენ ამ შემთხვევაში ხო რაღაცნაირად უნდა მოხდეს ჩამოყალიბება მიმართულებების თქვა ამ კუთხით და უნდა განისაზღვროს რომ თქვა არ ვიცი ტექნიკური მთავრობა რომელიც დანიშნავს ამ არჩევნებს არ ვიცი ჩრდილოვანი მთავრობა რომელიც თქვა დაიწყებს ამის კეთებას იმიტომ რომ ხა ერთის მხრივ ჩვენ ვამბობთ რომ ისინი არიან არალეგიტიმურები და აბსოლუტურად 2016 წლიდან არალეგიტიმურები არიან იმიტომ რომ სულ ფალსიფიცირებაზე იყო მთელი ამათი თამაშები აწყობილი რა და ისეთი ფალსიფიცირებები არის 16 წლიდან დაწყებული და წავეს გამოსაძიებელია კიდევ სამ თამაშებში ძალიან კარგად აყვა ოპოზიცია 2016 სამწუხაროდ ეგრეა სამწუხაროდ ესეთი ფონია კი გეთანხმებით ამიტომ აუცილებელია რომ ეს რაღაცნაირად ახლა რაზეც თქვენ საუბრობდით ეს უნდა იყოს ჩამოყალიბებული შეუძლებელია არ გქონდეს აი ესეთი განსაზღვრული სტრატეგია თქვათ ხო და მხოლოდ იყო დამოკიდებული იმაზე რომ თქვათ გულანთებული ადამიანები რამდენხანს გაძლებდნენ ასე თქვათ ქუჩაში ხო ეს აუცილებელია რომ გქონდეს უფრო ისეთი კვეთრი ჩამოყალიბებული სტრატეგია და ამ სტრატეგიის განსაზღვრა უნდა მოხდეს თქვათ აი იგივე ამ საზოგადოებრივი დარბაზის მიერ ცხადია რომ 5000 კაცი ამას ვერ განსაზღვრავს მაგრამ 5-10 კაცი აქედან უნდა შეიკრიბოს და ეს სტრატეგია უნდა იყოს განსაზღვრული რაც ვაკეთებ ვისკენ მივდივართ რა ეს ყველაფერი ძალიან კაია ამას აქვს ძალიან დიდი პლუსები, მაგრამ აქვს მინუსები, თქვა აი სტიქიას. აქვს მინუსებიც რა, იმიტომ რომ ეს სტიქია ვერ იქნება, ასე ვთქვათ,
საბოლოო შედეგის თქვა გაფორმება სჭირდება უფრო მეტი კონკრეტიკა რა. აი არ მინდა ყველაფერი თქვა, იმიტომ რომ რამე არ დავაზიანო თქვა და რამე არ გავაფუჭო. თუმცა მეორე მხრივ კეთი მე მინდა გითხრათ რომ თქვა ის ეკონომიკური ვითარება რომელიც საქართველოში შეიქმნება და შეიქმნება სამწუხაროდ ეკონომიკური ვითარება ძალიან გართულდება, ისაც გართულებულია, მაგრამ უფრო მეტად გართულდება. ეს ცხადია რომ ძალიან სერიოზულ ყევებს გამოიწვევს იგივე ხელისუფლებაში. და მე არ გამოვირიცხავ იმასაც რომ შეიძლება დაიწყოს სტიქიური თქვათ მოვლენები მთელი საქართველოს მასშტაბით, იმიტომ რომ რაც ისევ დააზიანებს ქვეყანას. რა თქმა უნდა დააზიანებს, მაგრამ მე ჩვენ ხო არ ლაპარაკობთ იმაზე რა რომ ეს კარგია, ჩვენ ვიძახით იმას რომ ესე შეიძლება მოხდეს. იცი რა მაინტერესებს? ძალიან კარგი იდეა გააჟღერე ხო საზოგადოებრივი დარბაზი. Facebook-ზე რო გადავხედავ ხოლმე უბრალოდ ჩვეულებრივ მოქალაქეებს ძალიან კარგი იდეები აქვთ. აი რატომ ვერ ვახერხებთ აი ამ იდეების რეალიზაციას? თუნდაც ჩვეულებრივი ერთი რიგითი მასწავლებელი რო გამოვიდეს და დაუძახოს ამ თავისი იდეის გარშემო. თქვენ რომ დაუძახოთ ამ საზოგადოებას, რა გიშლით ხელს? ვის ველოდებით? ხო, ძალიან კარგი შეკითხვა არის. მე მინდა გითხრათ რომ მე მარტო თქვენთან არ ვლაპარაკობ ამაზე. მე ყველანაირად ვცდილობ რომ თქვა ეს ინფორმაცია, თქვა და ეს მოსაზრებები მივიტანო თქვა იმ ადამიანებამდე, ვისაც გარკვეულწილად რაღაცეები ხელეწიფებათ, ხო? თქვა იგულისხმება ხელეწიფებაში გულისხმობ თქვათ მათ აქვს გარკვეული მანდატი საზოგადოებისგან მიღებული, ხო? მე და თქვენ არ გვაქვს ეს მანდატი მიღებული, ხო? ჩვენთვის ხმა არავის არ მოუწია, ჩემთვის და თქვენთვის, ხო? ამიტომ რაღაცნაირად ეს პოლიტიკური პარტიები და თქვათ მათი ლიდერები ამისთვის ეს უნდა იყოს მათი მთავარი ფუნქცია, ხო? რომ რაღაცნაირად საზოგადოება გააერთიანონ და ესეთი კონკრეტული ფორმები მიცენ, რაღაცა აბსტრაქტული ის კი არა, აი კონკრეტული ფორმა. მათ ბევრი გააკეთეს, რაღაცები გააკეთეს, მართლა ხა იყო რაღაცა ეტაპები, როდესაც პოლიტიკურმა პარტიებმა ნუ რაც შეძლეს ის გააკეთეს, თქვა ხო? იგივე გამოსვლების კუთხით, თქვა და რაღაცა მხარდაჭერის კუთხით ამისი და თქვა, მაგრამ ეხლა გაცილებით უფრო მნიშვნელოვანი ეტაპია. და ამ ეტაპს ჭირდება მოქმედება. და ეს მოქმედება უნდა იყოს ესეთი ტიპის, მე ესე წარმომიდგენია. თუმცა ხას უსვამ, შეიძლება ისე სტიქიურად მოხდეს ყველაფერი და ისე სწრაფად, რომ საერთოდ გახედოს ვერ მოვასწროთ. ესეც არ არის გამორიცხული, მაგრამ ხო არ ვიქნებით იმის იმედზე, რომ აი რაღაცა მოხდება და ამიტომ ასე ვთქვათ. ეხლა მე არ მინდა რომ აი თქვენთან ვიძახი ამას პირველად რა. არ მინდა რომ ჩვენ გქონდეს გადაჭარბებული იმედები ვთქვათ დასავლეთიდან. დასავლეთი ბევრს აკეთებს ჩვენ მხარდასაჭერად, მაგრამ ნუ ჩავთვლით რომ ისინი გააკეთებენ ბოლომდე ჩვენს საქმეს. ვერ და არ გააკეთებენ. ეხლა ეს უნდა ვიცოდეთ და გული არ უნდა გავიქნდეს. მიღებული პროტოკოლი. ხო, ნუ ეხლა რაც შეუძლია იმას გააკეთო. ძირითადი არის ჩვენი გასაკეთებელი და იგი 5 წუთი დაგჭირდა ამ ხუთში ორი კითხვა უნდა ჩავატიოთ და პასუხებშიც უნდა ჩავატიოთ. ეხლა ჩვენ საუბრობთ ახალი არჩევნები, რაღაც ახალი გეგმები, თუმცა ხალხში აშკარად ჩანს რომ არის დაკვეთა. იგივე გააჟღერა სალომე ზურაბიშვილმა, რომ საჭირო ახალი პარტიები, ახალი სახეები. ამას ბრძნობთ ხალხის მხრიდანაც. ხელისუფლება არ მოსწონთ, ოპოზიციურ პარტიებს ნდობა დაკარგული აქვს. როგორ ფიქრობ? აი ახლა ამ ეტაპზე თვითმმართველობის არჩევნების წინ არის კი იმისი დრო და რეალურად გზა გარემო გამოჩნდნენ ახალი პარტიები და ახალი სახეები. ახლა ამის გამორიცხვა არ შეიძლება. თქო უნდა ვერ გამორიცხავ, მაგრამ ეხლა მეორე მხრივ ყველამ უნდა დაუსვათ ჩვენ თავს შეკითხვა რა. ჩვენ გვაქვს ახლა იმისი დრო და ფუფუნება, რომ თქვათ რაღაცების კეთება დავიწყოთ თქვათ ნოლიდან და თქვათ, არ ვიცი, შეიძლება ეს სწორი იყოს, შეიძლება ეს ამან შეიძლება კიდე შეაფერხოს რაღაცები. ხა მე ვთვლი რომ ქალბატონ ზურაბიშვილს გაცილებით მეტის გაკეთება შეეძლო, თქვათ იგივე, თქვათ აი ამ წინა, თქვათ აი ამ წინა საარჩევნო და აი მერეც თქვათ, ხო? თქვათ ეხლა აბსოლუტურად გაუგებარია ჩემთვის პოლიტპატიმრების არ გათავისუფლება. არ შეწყალება უკაცრავად. გათავისუფლებით შეიძლება არ გაეთავისუფლებიათ, მაგრამ არ შეწყალება. ეს ნამდვილად არ მიმაჩნია მე თქვათ სწორ გადაწყვეტილებად და მე ვთვლი რომ ეს მის ცხოვრებაში და თქვათ აი მის პოლიტიკურ კარიერაში სხვა თქვათ რაღაცა პრობლემებთან ერთად რომელიც მას ჰქონდა, ესეც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი იქნება, ხო? ასევე სხვა ნაბიჯების გადადგმა შეიძლება და სანამ ის იყო თქვათ იმ შენობაში რომელშიც იყო. და ეს არ იყო ასე თქვათ სწორი ნაბიჯი, ხო? ეხლა არ ვიცი, იცით ეხლა ყველაფერი თქვათ გადააბა იმას რომ თქვათ მარტო
ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი უცხოელი პარტნიორების მხარდაჭერა, მაგრამ მთელი სტრატეგია აწყო იმაზე, რომ ვთქვათ, უცხოეთში იარო და ვთქვათ, იქ მათთან ისაუბრო, ეს მნიშვნელოვანია, მაგრამ ეს არ იქნება გადამწყვეტი. და ჩვენ ვხედავთ რას, რომ ძირითადად კალუტონ ზურაბიშვილი არის, ვთქვათ, უცხოური ვიზიტებით დაკავებული. რაც ცუდი არ არის, მაგრამ ეს არ არის საკმარისი. ეს არ არის საკმარისი. და ბოლო კითხვა, ვერ გავექცევით ამ კითხვას, თან იმ ფონზე, როდესაც სულ ახალახანს თბილისში რუსულ-ქართული ბიზნეს ასოციაცია შეიქმნა. რას გრძნობ და რას ხედავ? აი ამ ბოლო ხანების განმავლობაში უფრო მძლავრად არის თუ არა რუსული საცეცები საქართველოში და მე პირადად ხედავ, რომ ძალიან ბევრმა ადამიანმა უკვე ხმამაღლა დააფიქსირა თავისი აზრი, შეიძლება აქამდეც ფიქრობდა, მაგრამ ვერ ამბობდა, მაგრამ ახლა მწვანე შუქი აენდო იმ ადამიანებს, რომლებსაც უნდა თავიანთი ბიზნესიც, თუნდაც განათლებაც მიიღოს რუსეთში, ანუ მისი მატარებელი რუსულ რელსებზე გადავიდა. თქვენ რას ხედავთ? მე სიმართლე რომ ვითხრათ, აი მასალებიც მაქვს იმისი, რომ თქვა 2013 წლიდან ესეთი ტიპის ორგანიზაციები, რაღაცა ქართულ-რუსული მეგობრობის ასოციაციები, რაღაცა ფონდები, მილიონი ფორმა, ასე ვთქვათ, იურიდიული, ჩვენ თვალწინ ხდებოდა თქვათ მათი ფიქსაცია, ხო? უბრალოდ ჩვენ არ ვამჩნევდით, ვერ ვამჩნევდით, არ მინდოდა ამის შემჩნევა. ეხლა ცხადია, რომ ეხლა ისინი ღიად არიან შეტევაზე გამოსულები. ეხლა იმასაც ვხედავთ, რომ იგივე თქვათ ის ტურისტები, რომელიც ჩამოდიოდნენ რუსეთიდან, თქვათ, ხო, არაპოლიტიზირებული ტურისტებზე, მაგრამ ანუ იმ ადამიანებზე, ვინც უბრალოდ ეს ადამიანებიც აღარ არიან. შეიხედეთ ერთ აეროპორტში და ნახეთ რა ხდება. ერთ იმას ვეღარ ნახავთ უკვე, ასე ვთქვათ, ხა მე არ მინდა ვიღაცა, მაგრამ ვეღარ ნახავ, ევროპელს ვეღარ ნახავთ რა. აი რომ შეხვიდეთ აეროპორტში და ნახოთ, აი რამდენი დღის წინ ჩამოვფრინდი ევროპიდან და გული შეგიწუხდება უბრალოდ რა. აღარ არის. ცარიელი აეროპორტი, ან თუ არის ის ხალხი, რომელიც ნამდვილად არ ტოვებს ტურისტის დაბეჭდილებას რა. ან ისეთი ტურისტის, რომელიც რაღაცას შემოიტანს ამ ქვეყანაში. ეხლა რაც შეეხება თქვენ შეკითხვას უშუალოდ, ხო ცხადია, რომ ეს აქტივობა იქნება სპეცსამსახურების აქტივობა, ხა ესენი პირდაპირ კავშირზე არიან. მე საერთოდ ესეთი ეჭვი მაქვს, რომ პირდაპირ მართვა არის, ასე ვთქვათ, რაღაცეების პროცესების, იმიტომ რომ დააკვირდეთ, ის რაც ხდება საქართველოში, ძალიან ბევრი ანალოგიის გავლება შეიძლება, ვთქვათ, ყოველდღიურობაშიც კი, ვთქვათ, ხო, იგივე რუსეთთან, ბელორუსიასთან, ვთქვათ, გამოსვლების ჩახშობა და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ერთი სცენარით, უბრალოდ თავის სპეციფიკა აქვს. ეხლა ესე თავდახელს ვერ იღებენ ბოლომდე, თუმცა არც არაფერი უკლიათ მაგისადმი. მაგრამ აქვე ისიც უნდა ვთქვათ, ეხლა რაღაცნაირად რომ პესიმისტურ ნოტაზე არ დავამთავროთ ეს ყველაფერი, ხო? რომ ამის ვთქვათ გატანა ბოლომდე, ვთქვათ, რასაც ფიქრობს ივანიშვილი, ეს თითქმის გამორიცხულია, შეუძლებელია უბრალოდ, იმიტომ რომ ვერ მოხდება, ვთქვათ, ამ ხალხის ესეთ ფორმაციაში გადაყვანა. ეს არ არის რუსეთი, ეს არ არის ბელორუსი, ეს არ არის ვთქვათ რაღაცა აზიური ქვეყანა, სადაც შეიძლება ვთქვათ ჩრდილოეთ კორეა, რომელსაც შეიძლება შემოავლო რაღაცა მავთულფარტი და ეს არ გამოვა, ეს ვერ იქნება, მაგრამ თუ ჩვენ ეს დროზე ვერ დავასრულებთ, ხო, მე ვშიშობ, რომ ეს პროცესი შეიძლება გაიწელოს და შეიძლება ამას დაჭირდეს გარკვეული დრო, რაც იქნება ძალიან ცუდი, იმიტომ ყველაფერი ჩამოიშალოს შეიძლება, რაც ამდენი წელია ვაშენეთ და რაც ყველაზე მთავარია, ჩემთვის ძალიან მტკივნეულია. ძალიან ბევრმა ადამიანმა შეიძლება დატოვოს, ასე ვთქვათ, საქართველოს, მათ შორის ახალგაზრდა. ხო, მაგაზე აღარ ვიძახი. ეს ბოლო დღეებია, მართლა ძალიან ინტენსიურად გაედინებიან, ძალიან მადლობა. ან დავამთავროთ არა, ოპტიმიზმი აუცილებლად. ხო, ოპტიმისტურად დავამთავროთ, როგორც ყოველთვის და მე ახლა მინდა მოგვარდეთ თქვენ ნებისმიერ პოლიტიკოს ხელისუფლების თუ ოპოზიციის წარმომადგენელს, რომ სულ მალე თვითმმართველობის არჩევნები დაგვიკაკუნებს კარს, არავის არ გეგონათ, რომ ეს პერიოდი უსასრულოდ გაიწელება, ასე რომ ჩვენ გაძლევთ შანსს მოხვიდეთ და ჩვენი ეთერით დაელაპარაკოთ თქვენს მოქალაქეებს, თქვენს ამომრჩევლებს, ჩვენ გავდივართ უკვე რეგიონებში, ვიწყებთ ინტენსიურად ადამიანებთან შეხვედრას და თქვენს გირჩევთ, იმიტომ რომ საღი აზრი საქართველოში ჯერ კიდევ მხოლოდ ხალხშია. მადლობა. ეს იყო 20 წუთში ჩატეული გიგი კუბლაშვილის სათქმელი. მადლობთ.